ბათუმში ევროპის დღე მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ელჩმა ქართულად ისაუბრა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო აღარაა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიიწევენ. საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა. კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოძვევებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც ევროკავშირი ფარდოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია. 30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. ბათუმის ჰილტონში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერაქციული სტენდები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, პარტნიორი ორგანიზაციები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ევროპა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს განვითარებას და პროგრესს და მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტენდით ავართ წარმოდგენილი ნატო ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, სადაც გვაქვს ორი სახის თამაში წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, მოსული სტუმრებისთვის. ერთი არის სამაგიდო თამაში, მეორე კიდე მითების მკვლევარი. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან დაინტერესებული და ძალიან მოეწონათ ჩვენს მიერ შეთავაზებული თამაშები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის გაცხადებული კურსი, მათ შორის კონსტიტუციით გამყარებული არჩევანი, რომელიც ისტორიის განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საუკუნეების წინ დაიწყო ამ გზაზე სიარული და დაამტკიცა ის, რომ ეს არის ჩვენი საერთო არჩევანი. ჩვენთვის, როგორც ამ დღის მონაწილეებისთვის, ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ევროპული ინტეგრაცია ყველაზე აქტუალურ საკითხად და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დგას ქვეყნის დღის წესრიგში, როგორც სადისკუსიო, ასევე ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მე მიმაჩნია, რომ ამ დღის მნიშვნელობის გარდა ზოგადად ევროპა ჩვენთვის ნიშნავს უალტერნატივო მომავალს, რომელიც უფრო მეტად დატვირთულია ახალი შესაძლებლობებით, მეტი განვითარებით და რაც მთავარია, კეთილდღეობით. ევროპა და ევროკავშირი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი სასამართლოს, უფრო ჯანსაღი გარემოს და საერთოდ რა ვიცი, ნებისმიერი მოხუცი ბავშვი, ახალგაზრდა, ქალი, კაცი, ყველას დაცვის თვალსაზრისით, არამედ რა თქმა უნდა არის უფრო ხარისხიანი ცხოვრების წესი, უფრო ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა. დასავლეთი არის იმდენად უკეთესი იმაზე, რაშიც ჩვენ აქ ვართ, რომ ამას ახსნაც კი აღარ ჭირდება. დაუფიქრდნენ უბრალოდ, სად დადიან საშოპინგოდ, განათლების მისაღებად, დასასვენებლად, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადამიანები, რომლებიც მათ უხსნიან, რომ ევროპა რკნის, სად ასწავლიან შვილებს და სად აჩენენ შვილებს სინამდვილეში ის ადამიანები, რომლებიც ევროპის რაღაც უკეთურებაზე ესაუბრებიან ამ თავიანთ მრევლს. იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად აი რომ მოიკითხო ნებისმიერი მათგანი არის ევროპაში, რატომ? იმიტომ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის უკეთესი, რაც შეუქმნია საერთოდ საზოგადოებას და კაცობრიობას. დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ცოცხალი მუსიკალური შესრულებები, საბავშვო თეატრის წარმოდგენები, ადგილობრივი მოსწავლეების კონცერტი, ლაივ პოდკასტი და გასტრონომიული სივრცე. We came here with 10 EU member states.
ჩვენ აქ ჩამოვედით ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად. ევროკავშირის პროექტების მონიტორინგის მისიის ფარგლებში, რათა წარმოვაჩინოთ, რას წარმოადგენს ევროკავშირი და რას აკეთებენ ჩვენი წევრი სახელმწიფოები. ძალიან ვამაყობ, რომ დღეს აქ ვარ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალ ორგანიზაციასთან ერთად. მათი დიდი ნაწილი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და ისინი წლების განმავლობაში აუმჯობესებენ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას. ეხმარებიან ადგილობრივ თემებს, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების, გარემოს დაცვისა და მრავალი სხვა სფეროს განვითარებისთვის. ვამაყობთ, რომ ევროკავშირი უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს გვერდით დგას, ეხმარება და მხარს უჭერს ქვეყანას. ჩვენ გსურს ეს პარტნიორობა გაგრძელდეს იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება. And we want to continue this partnership until Georgia becomes full member of the European Union. ევროპის დღის აღნიშვნის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის წარმოჩენა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია იყო. ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის.